როცა კონსულტანტი პირველად შედის პირად კაბინეტში, აი უნდა შეიყვანოს სარეგისტრაციო და პაროლი FL-shop.gz-ზე, ანუ შესვლას რო დაკლიკავთ და აი ნახეთ, პირველივე შესვლაზე როცა პირველად შედის კონსულტანტი, ითხოვს ასეთ რამეს, აი შეიყვანეთ SMS-ით მიღებული გასაღები. ეს ნიშნავს, რომ პაროლი რითაც შეხვედით თქვენს პირად კაბინეტში, განმეორებით უნდა შეიყვანოთ. ანუ გასაღები. შემდეგ უკვე შეგიძლიათ დაკლიკოთ შოპინგის დროა და დაიწყოთ დაათვალიერება თქვენი პირადი კაბინეტის. აი გადავიდეთ ახლა ჩვენ პირად კაბინეტში და აქ არის აბსოლუტურად ყველაფერი. ეს არის ცხრილი სასტარტო პროგრამაში მიღების თაობაზე. აი აქ არის თქვენი მრჩეველის ტელეფონის ნომერი, სარეგისტრაციო ნომერი და მისი კოორდინატები საჭიროების შემთხვევაში რომ დაუკავშირდეთ. ეხლა ეკრანით ვიღებ და ცოტა ცუდად ჩანს, მაგრამ გარკვევით არის. აი აქედან გადახვალთ კატალოგის დათვალიერება თუ გინდათ, ნახეთ, მიმდინარე და მომდევნო კატალოგი ჩანს. რა თქმა უნდა, გამოწერა შეგვიძლია მიმდინარე კატალოგიდან. დაკლიკავთ კატალოგზე მაუსით, ანუ დაუკლიკავთ. და შეგვიძლია დავათვალიეროთ კატალოგი. კატალოგის დათვალიერებისას თან შეგვიძლია კალათაში გადავიტანოთ ეს პროდუქტი, რაც მოგვეწოდება. ნახეთ, კატალოგს რო გადაშლით, იმ გვერდზე რა პროდუქტიც არის, გვერდით ჩამონათვალი იხსნება. დაკლიკავთ, კალათაში გადაიტანთ და შემდეგ ეს X-ით უნდა გამორთოთ. აი ნახეთ, თავისით არ ჩაიხურება. აი თქვათ ეს გვინდა კბილის სწავლები კალათაში გადატანა და X-ით გავთიშავთ. რა თქმა უნდა, აქ სრულად ნახავთ ანოტაციასაც, ფასებსაც, კატალოგის ფასი, ჩვენი ფასი, ანუ ჩვენი ფასი ნიშნავს რა ფასათაც ჩამოგივათ. აბსოლუტურად ყველაფერი. აი აქ ზემოთ რასაც ხედავთ, ეს არის ცალკე კატეგორიულად დაყოფილი. მაგალითად, შევიდეთ მოვლაში, მოვლა კიდე ცალკეა დაყოფილი, თმის მოვლა, სახის მოვლა, ასე შემდეგ. მე ახლა თმაში გადავედი და აი ნახეთ, შამპუნებია, აქედანაც შემიძლია შევიძინო, შეძენა, პირდაპირ დაკლიკავთ და ამასაც გადაიტანს კალათაში. აი აქ ხედავთ იმას რა ქვია კატალოგის ფასს, ჩვენ რა ფასად ჩამოგვივა და ქულასაც ხედავთ თუ ამა თუ იმ პროდუქციას რამდენი ქულა აქვს. ეს მარტივია იმისთვის, რომ უცებ დათვალოთ რამდენი ქულა მოაგროვეთ, თუმცა ქულა კალათაშიც ჩანს. აქვე არის სიახლეების განყოფილება ცალკე, აი ნახეთ, წეგან ხო გითხარით მოვლაშიც კატეგორიებად არის ჩამოთვლილი. დაყოფილი, რაც გაგიმარტივებთ კიდე. ახლა გადავიდეთ კალათაში. აი მოგროვდა ჩვენი პროდუქტი კალათაში. აი აქ არის ჩვენი კალათა. აქ რა თქმა უნდა ვხედავთ კატალოგის ფასს, ჩვენ ფასს, აბსოლუტურად ყველაფერს და შემდეგ უნდა ირჩიოთ მიწოდების ადგილი. მიწოდების ადგილსაც ირჩევთ, აი ახალი მიწოდების ადგილი ქალაქის მიხედვით, მიუთითეთ ქალაქიო, აი აქ ჩაწერეთ თბილისი, ბათუმი, ანუ სადაც ცხოვრობთ. არა აქვს მნიშვნელობა ლათინური ასოებით ჩაწერთ თუ ქართულად, ყველა ვარიანტში მოგიძებნით. შემდეგ ის უნდა ჩასვათ და ნახეთ რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ, ანუ ტერიტორიულად ზუსტად რო იპოვოთ სად არის და C-დან ჩამონათვალიდანაც. C-აში ხედავთ სააგენტო პუნქტების მისამართებს. ნახეთ, ყველაფერი არის დეტალურად. მე ახლა ავარჩევ ფუტკარაძე ბათუმი, ანუ ბათუმის ჩემ სააგენტო პუნქტს. აი ესე, არჩევას დაკლიკავთ, დაწვრილებით თუ დაკლიკავთ, ტელეფონის ნომერი და სამუშაო გრაფიკი იქნება იქ თუ დაგჭირდებათ. შემდეგ უკვე ხედავთ თქვენ ქულას და გადასახდელ თანხას, შეკვეთის გაფორმების გაგრძელებას დაკლიკავთ და შეკვეთის დადასტურების შემთხვევაში თქვენი შეკვეთა უკვე წარმატებით გაიგზავნება. ეს არის მოკლედ, ახლა უცებ რომ გამოგადგეთ ეს ვიდეო, ამისთვის ჩავწერე. აი უკვე შეკვეთა გაგზავნილი.